ნოემბრის ბოლოსთვის საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის განკარგულებაში ახალი სპორტული მოედანი იქნება მზად. სტადიონზე ახლა ბუნებრივი მინდვრის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. საწვრთნელი ბაზისთვის, ისე როგორც დავით აფაშიძის სახელობის ცენტრალური სტადიონისთვის, საფარის მოწყობაში უკრაინულმა კომპანია Lydia Parkma იზრუნა. Сегодня начали укладку рулонного газона на დღეს დავიწყეთ საწვრთნელ ბაზაზე მწვანე საფარის დაგების სამუშაოები, რომლის მშენებლობაც უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს. მწვანე საფარის ერთი ნაწილი გუშინ ჩამოვიდა. ორშაბათისთვის დაგეგმილია მეორე ეტაპის შემოტანაც, ასე რომ ნოემბრის დასაწყისისთვის სტადიონის მწვანე საფარი მთლიანად დაგებული იქნება. Полностью готово поле с 3 числа. საწვრთნელ ბაზაზე სამი ახალი სტადიონი ამოქმედდება. პირველი სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ ძირითადი მატჩების გარდა ყველა შეკრება ახალ სპორტულ მოედანზე იწარმოებს, რაც ცენტრალურ სტადიონს სერიოზული განტვირთვის საშუალებას მისცემს. სპორტული ბაზის მშენებლობა უკვე 8 თვეა მიმდინარეობს. სამუშაოებს შეპესე დომინუსი ახორციელებს. მშენებლობა დავიწყეთ უკვე მიმდინარეობს 8 თვის განმავლობაში. ნოემბრის ბოლოსთვის იქნება პირველი მოედანი, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ, უკვე სათამაშო მდგომარეობაში და შეეძლებათ ფეხბურთელებს ივარჯიშონ, რაც მისცემს ძირითად სტადიონს განტვირთვის საშუალებას და მისი საფარის მდგომარეობა იქნება გაცილებით ყოველთვის უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ახლა არის. დაგეგმილია ესე, რომ ახლა ჩამოდის ბალახის ნაწილი ჩამოვიდა ახლა, დანარჩენი ჩამოვა ერთ კვირაში. აქედან რაც იქ ხარვეზები აქვს ბალახს, აქ რაც დარჩენილი ნაწილი მორჩება ამ სტადიონს, ჩაეკერება იქ და გაცილებით უკეთესი იქნება სათამაშოდ, ვიდრე ახლა არის. დანარჩენი საამშენო ნაწილი მთლიანად დამთავრებული იქნება წლის ბოლოსთვის. ქვედა სტადიონები დავგეგმეთ ესე დამკვეთან ერთად ბატონი ილია კოკაიასთან, რომ ერთი ზამთარი გაიაროს, იმიტომ რომ ნაყარი მიწაა და შეიძლება რაღაც ჯდომა განიცადოს მოედნებმა და გაზაფხულისთვის იქნება მზად, საამშენო ნაწილი იქნება დეკემბრისთვის და სათამაშო მდგომარეობაში მოვა გაზაფხულისთვის. იქნება ბალახი დაგებული და შეიძლება ფეხბურთელებს ინტენსიურად ივარჯიშონ. სპორტული მოედნების მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაზაზე დაგეგმილია ტრიბუნების აგებაც ხომაგებისთვის. იგეგმება ასევე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაც.